მესამე ობიექტივის სპორტული გადაცემის მაყურებელს და მსმენელს დღევანდელი გადაცემის სტუმარია ვეტერანი ხელბურთელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი ამბერ კიტაბიძე. დიდი მადლობა ბატონ ამბერ კი, რომ მასპინძლობთ და მზად ხართ გაიხსენეთ თქვენი სპორტული კარიერა, ის ჯილდოები და ტიტულები, რომელთა ჩამონათვალით საკმაოდ ვრცელია. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ დაიწყეთ თქვენი კარიერა ხელბურთში, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მიუძღვენით სპორტს და შეგნებულად არ ვამბობ, რომ მხოლოდ ხელბურთს, იმიტომ რომ თქვენ სხვა სპორტის სახეობებშიც გქონდათ, ასე ვთქვათ, მცდელობა, რომ დამკვიდრებულიყავთ. რატომ მაინც და მაინც ხელბურთი? ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე. მანამდე ქალაქ სამტრედიაში ერთი სეზონი ბოლო წელი ვამთავრებდი ვითამაშე რაიონის ნაკრებში, მაგრამ ინსტიტუტში, ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩასაბარებლად მე ვიყავი მძლეოსანი. საკმაოდ კარგი რეზულტატებიც მქონდა. ჩავაბარე ოფიციალურად მძლეოსნობით. სტუდენტები, ჩემი კოლეგები, ჩემი ჯგუფელები, ხელბურთელები აღმოჩნდნენ კიდე ერთად. და რომ მივედი სავარჯიშოდ იმაში, ფიზკულტურის ინსტიტუტში, მძლეოსნობაში, ვარჯიშობ ჩვეულებრივად. და იქვე მოედანზე თამაშობდნენ ხელბურთელები. მივედი და დავარტყი ჩემებურად ცალსიახლით. და მწვრთნელი მეუბნება ის ფიზკულტურის ინსტიტუტის გურამ ზაგანია ესეთი, ჭემა ზაგანია. ვიხარ? მე ვიხარ სტუდენტი ვარ თქვენი თქოეუბნები. რა სტუდენტი? ვიხარ ეს. ხო და შენ უნდა წავიყვანოს სოხუმში ახლა. შეგიძლია მივდივარ და წამიყვან. და რო გავედით მოედანზე, კარგად ვთამაშე იქ. ხო და როგორც კი ჩამოვედით იქიდან, იმ წუთში ამიყვანეს ბურევესნიკის შემადგენლობაში. და ამის შემდეგ მიყვა ესე უცებ. თორემ მე ფეხბურთში ჩემი მეკარეთ წავსულიყავი. და იმას შეუთხარი თქვა ინტერვიუში ვასილ გაბელიას, ოთარ გაბელიას უთხარი ერთხელ. ბედი ქონია კიდე რომ მე არ წამოვედი ფეხბურთში თუ თორე სამენაში მეყოლებოდი თუ ისეთი კარგი შედეგები მქონდა. ბოლოს ამან ხელბურთმა შემაჩერა. თქვენ თვითონვე ბრძანეთ, რომ ცაცია იყავით. რა იყო თქვენი წარმატების, ასე ვთქვათ, მთავარი მიზეზი? თქვენი წარმატების ფორმულა რა იყო ხელბურთში? იმიტომ რომ ძალიან მალე დაიმკვიდრეთ თავი და ძალიან მალე ხელბურთის სამყაროს მოაწონეთ თავი თქვენი ტექნიკით, თქვენი თამაშის სტილით. ფიზიკური მონაცემები, ტექნიკური და ტაქტიკური. აი ეს ქონდა უმაღლეს დონეზე. შრომის მოყვარეობა, დისციპლინა. და უკან დახევა არ მიყვარდა არაფერს. წინ არაზუს შიში არ იცოდი მოედან. იყო მოთამაშეები, რომლებსაც შიშის გრძნობა ეუფლებოდათ. მე მასეთი არ მქონია არასდროს. ბატონბერგი, ძალიან ძლიერი იყავით ფიზიკურად და თქვენი, ასე ვთქვათ, საგაზეთო ინტერვიუებიდანაც იცის გულშემატკივარმა, რომ როდესაც გასინჯვა ჩაგიტარდათ ერთ-ერთ მატჩზე, ექიმმა თქვა, რომ თქვენ კიდევ რამდენიმე შეხვედრის ჩატარება შეგეძლოთ, ფიზიკურად იმდენად ძლიერად იყავით მომზადებული. და ბუნებრივია, რომ ამ მონაცემების მოთამაშე ჭირდებოდა ისეთ გუნდს, როგორც იყო ცესკა. ძალიან ბევრი დაიწერა თავის დროზე და ითქვა თქვენი ცესკაში არ გადასვლის შესახებ. რა მოხდა რეალურად, რატომ თქვით თქვენ უარი რომ წასულიყავით აი ასეთ გუნდში და თქვენი კარიერა იქ გაგეგრძელებინათ? რა არის ეცვალე? მე შემეძლო დაუფიქრებლად ამ დაიყავი და წავსულიყავი რუსეთში სათამაშოდ. იმიტომ რომ შეხება მქონდა სპორტსმენებთან იმაზე. მაგრამ მე უარი ვთქვი ნაკრების მწვრთნელი
ფრედიხა მაგას უნდა რომ CSKA-ში გადავეყვანი მაგრამ უარი უთხარი მე თანაც ჟურნალისტებს რო ეტყვი მე ასად არ მივდივარ რჩების საქართველოში ამას ხონდა წერდი და მე უთხარი მაგათ მე საქართველოდან არსად არ წავალ მე მოვდები საქართველოში და რუსეთში არ გადავარდო ესეთი რაღაცები რო უთხარი ესეთი რაღაცები იმ სოჭი დასკვით ეს ყოლები როგორ არდა CSKA-ში რო გადავსულიყავი ფინები მაგალები ფული ყველაფერი მეკნებოდა თავზე საყრად მე არ მე თქვი ქართველების კარში ამბეკატავიძე გოლს არასდროს გაიტანა და მე გადავსულიყავი რუსეთში მაშინ ვიქნებოდი CSKA-ს ოფიციალური გუნდის წევრი და მაშინ ის 15-20 წელი მე ქართველებს კარში უნდა მეყარაფურდები მაგრამ მე უარი უთხარ არა ქართველების კარში ამბეკატავიძე გოლს არ შევდე ვერ უღალატები ჩემ ჭკვის გალაქტიონის ფუძეს მე ხო იმ რაიონიდან ვარ გალაქტიონის ფუძედან წამოსული კაცი ვარ და უფლება არ მქონდა შვილო რომ ვინმესთვის მენაცვალებია და სხვანაირად გაიქეს ხვანაირად მოიქცა სპორტული სამყაროც, ისე როგორც სპორტსმენებს არ ეკადრებოდათ და თქვენ გამოტოვეთ ოლიმპიადა ზუსტად იმის გამო, რომ CSKA-ში გადასვლაზე თქვით უარი და თქვენ პრინციპების ერთგული დარჩით. აი ამის მერე ცოტათი მაინც არ გინანიათ, რომ ეს ნაბიჯი არ გადაადგით. პირიქით. არა, უფრო ვამაყობ. რატო იცი? ეხლა შვილებს რომ ვერავინ ეტყვის, რომ მამაშენმა ქართველებს უღალატა და რუსებს ანაცვალა თავი. მაგარ გავაკეთე. დავჭი ბოლომდე ერთგული საქართველოს. იმიტომ მე ორ გებს ვიკერებდი კურსზე. ორ გებს. ერთი საქართველოს გერბი და მეორე ესე ჩუმად საქართველოს გებს მალავდი ერისთვის თამაშობდი. საქართველოსთვის ვთამაშობდი და ვაკეთებდი იმას, რას ქართველმა კაცმა უნდა აკეთოს მოედანს. ქართველმა კაცმა უნდა აკეთოს ცხოვრებაში. უცხოეთიც პოვებდნენ ხელშეკრულებით ფერგეში, მაშინ ფერგე იყო და კონტრაქტო გაგვიფორმეო უთხრეს ნაგრების მწვრთნელებს და იმათ და ნაგრების მწვრთნელებმა რამე არ გაბედო, თორე შენი გვარი საქართველოში არ იქნება. თქვენი ყველაზე დიდი სპორტული წარმატება რა არის? წარმატებული რა არის? აი რო ხალხი რო მაფასებს და ხალხს უყვარო. მეტი ჩემი არავით არის არა. აი რო მაფასებს ესე იგი შევაყვარე ხალხს.
ამიტომაც მართლა მაფასებს. მე დავწუნდი ამ ავადმყოფის მერე. როგორ შემიყვარა. როგორ ერთგვარად მიგანან ვაჭი. მე ნახდათ არ მეგონა. მაგრამ აი ხალხმა ეკლესია მამაო დავითმა 1000 ლარი მისა ჩემპიის აი ამბერგისო მოახმარო ეკლესიამ პირიქით იქით უნდა მიქონდეს ეკლესიამ გამომიგზავნა ფული. ანუ ყველაზე დიდი გულშემატკივარი თქვენთვის და მხარდამჭერი იყო ალბათ ოჯახი, ხო? რა თქმა უნდა 37 წელიწადი ეს ვთქვი ესე ჩიპი თამაშებზე რო გავდიოდი იქ სოფლიო ჩემპიონატებს ვაკოცებდი სულაც და გავდიოდი თამაშს ეს იყო ჩემი დული ეს იყო და ეს შემოჭ აქ კიდე ხუთი შვილი და ვერავინ რო ერეცდეს რომ მამა შენმა ბაბუა შენმა ოდესმე საქართველოს უღალატო ვერავინ ამიტომ დავჩები ბოლომდე ome კაცის მოვიდა ჩემი ჯამ ხელბუჩნა უკვე იცის ვინوار რა ვარ და ახლა შვილებს გაიგებენ ბაბუის თამბავს მაგენის ალბათ ცოტა სხვანაირად დაპირდებიან მე ვინც ახლა შემოგვიერთდა შეგახსენებთ რომ თქვენ უსმენთ და უყურებთ ობიექტივის სპორტულ გადაცემას ანიკ იკნაძესთან ერთად და მომდევნო საათის განმავლობაში ჩვენი